უკრავ 17 წელია 9 წელს ვიყავი რომ დავიწყე. თავიდან ძალიან ძნელი იყო რა, მაგრამ რომ ვიცოდი რომ შევძლები რა ამას. თან მიადვილებოდა რა, ბევრს უკრავდი ძალიან. შუმად უკრავდი, ძალიან მერიდებოდა რომ მე და გიტარა. და ნელა გავძლიერდი რა ესე. ჩემი ხან იმას მოусმენდი, ხან იმას როგორ უკრავდა, როგორ იღებდა აკორდებს, რატო იღებდა იქ, რატო იქ და რატო ამას არა და ასეთ რაღაცები დაგროვდა და ამის ხარჯზე მე ჩემით მეცადინეობდი ბევრს. იყო მომენტი, იყო დრო, რომ სულ ერთ და იგივეს უკრავდი, რომ არ ვიცოდი რით წავწევლიყავი წინ. ზევიდან დაგვრა, ხო? ეს ძალიან რთულია რა, ზევიდან მუშაობა ძალიან რთულია. იმას არ ამბობ, რომ მე მაგარი ვარ, მაგრამ დედამიწაზე არის ძალიან იშვიათი ადამიანი, რომ ზევიდან დაუკრას. მაგრამ იმას არ ამბობ, რომ მე სიამოვნეს, პირიქით მე ესე ვაფშე ვერ უკრავ, მე ერთნოსაც ვერ ვიღებ ქვევიდან. იმიტომ უკრავ ზევიდან მე. საშუალებები არ მქონდა, რომ აპარატურა მიყიდა ელექტროგიტარაზე, გამორთულ გიტარაზე, ხმა არ აქვს ეს. ამაზე მეცადინეობდი ხოლმე, რომ პატარა ხმა გამიგო. ხელი არ შეუშლია არანაირად გიტარაზე. შეიძლება თავს ისე უძნობ, რომ გიტარას ხელში რო ვიღებ, სულ სხვაგანა ვაფშე. არ ვიცი, ბევრი თუ გძნობს ამას. მე გძნობ ამას, რომ სხვაგანა გიტარას რო უკრავ. გიტარა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი. მე ყველა მიმდინარეობაში ხარ. ავანგარდი, კუბიზმი, სიურეალიზმი, აბსტრაქცია, დაშლა, მოდერნი, ძალიან ბევრი ისინი რა მიმდინარეობები, პრიმიტიული. და ეს ნელა გავძლიერდი ხატვაში, მუსიკაში. ხატვაში სკოლაში დავამთავრე ჩავაბარე ნიკოლაძეში, იაკობ ნიკოლაძეს უმაღლესი ლიცეუმი. ჩავაბარე უფასოზე მოხდი 4 წლიანი დავამთავრე, ჩვეულებრივ დიპლომი აქვს. ნიკოლაძე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეწვის ფაკულტეტი დავამთავრე. ძალიან განიჩნევი მყავდა და ყველაფერი კარგად ჩაიარა. არის პროცესი იყო და მაც ნახე ხატა, ხელი არ შეუშლია არანაირი, რომ კომპლექსი მქონდა თავიდან, არის თანათან მომეცნაო, რომ ბავშვები ყველა ესე იქნება. ჩვენთვის ყველა ესე იქნება. ჩვენებად ყველაფერი მიყვებით დინებას და სხვაებრივ რაღაც გაჩვენებს. თუმცა მე არ ვთვლი თავს ისე, რომ მე მე ეს გადანხდა არანაირად მე ესეთი ადამიანი ვარ, როგორც თქვენ და როგორც ყველა. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრება, ჩვეულებრივად ცხოვრობ, ვაკაცობ, მეგობრობ. ჩვეულებრივად მე ხელი არანაირ იმას უბრალოდ მე კომპლექსი მქონდა ხოლმე, რომ ეს ხალხურ ადგილებს ვერიდებოდი რა. მერიდებოდა, რომ ძნელია, რომ მიდიხარ და გავოცი კაცი და 20 კაცი შენ გიყურებს. გაიგოს ერთი ადამიანი და ორი ადამიანი შეხედავს იმას და შენ 20 კაცი გიყურებს იმას ორი ადამიანი. პიანოზე არ მივიდა, შემიყვანა დედაჩი, მე ძალიან პატარა ვიყავი, სადაც 8 წლის ვიყავი, მქონდა მონაცემები უკრავდი.
თემებს უკრავდი რაღაცებს, მაგრამ მასობებმა დაიბარა დედაჩემი და არ ვიცოდი რა ხდებოდა. ბავშვი ვიყავი და მიკვირდა რომ მეთქი რა მიხარ დავაშავე ან რაღაც და თურმე ის თქმა უნდა რომ თითები არ აქვსო და ისო შეძლებს რა კლასიკები დაყრასო იმების აღებასო ისინი სირთულეების ეხებაო რა და წაიყვანე თუ აზრი არ აქვს. და აფი მის მეჩვეულები ჩემ დავიწყეს. სმენა თუ გაქვს და მუსიკა თუ გაქვს და მუსიკოს თუ ხარ ყველაფერი შენი თაგეთ რა. არ უნდა გჭირდება. შენ ხარ ყველაფერი. მუსიკოსის და ინსტრუმენტის და ყველაფერი. ვარქშოპ 5 წელიწადია. თავიდან უბრალოდ ტრენაჟერებზე შევედი, მინდოდა რომ ძლიერი ყოფილიყავი. მქონოდა ლამაზი ტანი, მქონოდა დიდი კუნთები. და მე გადაიზარდა სიძლიერეში, მინდოდა რომ ძლიერი ყოფილიყავი. პლანჩილი ბავშვობიდან მოწონდა საერთოდ. მარცხენა ხელი გავიძლიერე, მარცხენა თითე. საქართველოს მეოთხე ადგილი მოსაღებული. თავიდან სწავლები მქონდა, რომ ძალიან ძნელია სპორტი. ფიზიკურად არ ვიყავი ძლიერი. ძალიან სუსტი ვიყავი. ხოლმე შემდეგ რა ის გავძლიერდნიანილა ზეოდო წონებით ვარქშოპ. ხელი ვაფშე არ მიშლის. საერთოდ ოც ნახავს ხალხი ცენები გიტარით. ხალხი ნახავს შეჯიბრებზე და ხალხი ნახავს შენ გამოფენებს. ესა ჩემი ცხოვრება და ცხოვრების ბოლომდე ესე იქნება. რომ ამის დავიბადე. ის დაიბადა იმისთვის, ის იმით მე ამის